ცოტა ხნის წინ თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს. მანამდე კი ირაკლი ალასანია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აბასთუმნის მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. შეკრებილ ადგილობრივებს მოусმინა და განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ამოცანა მათი სოციალური ფონისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა. ეს შეხვედრა სოფელ აბასთუმანში ჩავატარეთ ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად. აბასთუმელებს შევხვდით და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა დღეშია რეალურად გზები. ჩვენ ეს პრობლემები ვიცით და კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს დაგეგმილი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ როგორ უნდა გადავჭრათ. სერიოზული პრობლემები არსებობს გამრიცხვალებასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები არსებობს გაზიფიცირებასთან დაკავშირებით და დღეს 21 საუკუნეში ის რომ მოქალაქეებს არ მიეწოდებათ სუფთა წყალი და არ აქვთ თვითონ საკუთარი წყარო დენის, ეს არის სერიოზული პრობლემა.